საღამოშტობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა საღამოს სტუდია. დღეს ჩვენ 1 საათი გვაქვს ხოლო და ამიტომ წარმოგიდგენთ სტუმრებს ქართველთა დიდი გაერთიანების თავკაცები, დამფუძნებლები, ბატონები დავით ჭაბუკაშვილი, დემურ გიორხელიძე და გიგლა გუბეჭია. საღამოშტობისა ბატონებო. მოგესალმებით. მადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმრები და მიზეზი არის ის რომ 24 მაისს შოთა რუსთაველის ძეგლთან ხო? 18 საათზე მეტრო რუსთაველთან, ანუ შოთა რუსთაველის ძეგლთან 18 საათზე, ანუ საღამოს 6 საათზე თქვენ გაქვთ ქართველთა დიდი გაერთიანების, ესე ვთქვათ, საპროტესტო გამოსვლა, პირველი შეხვედრა არა ეს ჩვენს მოქალაქეებთან, მაგრამ ჯერ ძალიან საინტერესოა რატომ მიხვედით მაგ გადაწყვეტილებამდე რომ სწორედ 24-ში უკვე უნდა გაგემართათ ეს აქცია, ეს ერთი და მეორე. თქვენ გადაწყვეტეთ რომ უკვე დროა ეს შუა გაკრეფილის ათვისება? უკვე მოვიდა დრო? და კიდევ სანამ გადაცემა დაიწყებოდა მე როგორც მივხვდი ბატონო დავით თქვენ დაგეკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ისინი ცდილობენ რომ რაღაცნაირად ხელი შეგეშალოთ თქვენ ამ შეხვედრაში. მოდით დაიწყეთ ბატონებო რამ განაპირობა სწორედ ახლა 24-ში თქვენი გაერთიანების მიერ ხალხთან შეხვედრა, აქციის მოწყობა და რით აიხსნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ესეთი არაორდინალური და არაშესაშური დაუშვათ წინააღმდეგობის გაწევა ამ შეკრებასთან დაკავშირებით. ისმენთ ბატონო. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის ობიექტივს, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქართველთა დიდი გაერთიანება დაახლოებით შეიქმნა წელიწადნახევრის წინ. ჩვენი მთავარი მიზანია ჯანსაღი დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანება იმ ეროვნული პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ქვია, რაც კატასტროფულად გვიახლოვდება საქართველოს ქართველების გარეშე. ჩვენ ამ ხრის მანძილზე რამდენჯერმე გავაკეთეთ პატარ-პატარა აქციები, სადაც ღიად მივმართეთ მთავრობის ხელმძღვანელებს ამ მოთხოვნებით, რომ არ უნდა ახლა მე ჩამოვთვლი, მე მოდიში ჯერ არ ჩამოვთვლი, ეს ეროვნული პრობლემებია, ძალიან დიდი პრობლემებია და არც ერთი პრობლემაზე დღემდე, არც ერთი ჩვენს მიმართვაზე ყური არ შეიბერტყეს. კონსტიტუციაში კი უწერიათ, რომ ესე იგი ხელისუფლების წყარო არის ხალხი და როდესაც ხალხი გთხოვს, რომ ამაზე პასუხი გაგვეცით, თუნდაც დავით გარეძე, ხო? ერთ-ერთზე ვერ მივიღეთ პასუხი. დაახლოებით 4-5 აქციაზე გვაქვს ეს გაჟღერებული. 24 მაისს კვირას ჩვენ შოთა რუსთაველის ძეგლთან, მეტრო რუსთაველთან მართავთ საყოველთაო სახალხო საპროტესტო აქციას. ჩვენ იცით რომ არა ვართ პარტია და ყველა სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან და ეს იქნება ეს მოთხოვნები ჩამოთვლილი, უკვე ეს იქნება ბოლომწდელობა. ჩვენ ამის შემდეგ უკვე ვიქნებით ხელისუფლების წინაშეც მართლები და თლიანად ხალხი ხედავს ამას, აზრი აღარ ექნება ამ მოთხოვნებს და ესე დრო გადის. უკვე შემდგომში თუ ხელისუფლება ახლა არ შეისმეს, სულ აბსოლუტურად ეს ყველაფერი გადაიხაზება და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვრჩება საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ მომზადება. მეტ გზას არ გვიტოვებენ. ეხლა გვირეკავენ, დაგვირეკეს ზუსტად 5 დღე აქვს ვადა რომ შეგვატყობინონ, გვინდა რომ სანქცირებული აქცია იყოს. კანონიერად ამ დროს გირეკავს სულ ბოლო წუთებზე, ესე იგი რომ აღარ გრჩება დრო რომ გააპროტესტო რაღაცა გაასწორო, ხარვეზიაო ვირეკავენ, რომ იქ არ გიწერიათ რომ თურმე სასწრაფოს უნდა ჩაგვეწერა. უნდა ჩაგვეწერა ასევე ის რომ რაზე აწყობ, ესე იგი შინაარსი რა არის ამ აქციისო და არა და გვიწერია, წერია დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ეს არის მთავარი დედააზრი ამ აქციისა და რაც შეეხება სასწრაფოს, იქ ჩვენ ზუსტად ჩვენმა იურისტმა იმ ტერმინოლოგიით ჩაწერა ჯანდაცვის სრული სტანდარტების დაცვით. ყველაფერი ზუსტად წერია, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ რომ ესე იგი სანქცირებული არ იყოს რომ გადაადგილება ჩვენ აქციას რომ ვაკეთებთ საინფორმაციო 18 საათზე, შემდეგ უნდა დავიწყოთ 1 საათის შემდეგ გამოსვლელები რომ დაამთავრებენ გამოსვლას კანცელარიისკენ სვლა
და კანცელარიასთან ჩვენ უნდა უკვე გავაგონოთ კიდევ ერთხელ ახლოდან აი ეს მოთხოვნები, მე მოკლედ ჩამოვთვლი და შემდეგ ხალხმა რომ იცოდეს და სანამ ჩამოთვლიდით თუ მაგალითად ვერ მიიღეთ სანქცირება, მაშინ რა ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით? მე ამასაც ვეუბნეოდი, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რაღაცა არ ხდება ქალბატონინო, რომ როგორ ჩვენ უფლება არა გვაქვს ტროტუარზე მშვიდობიანად გავიაროთ და ჩავიდეთ კანცელარიამდე? თუ გზადაგზა უნდა დაგვაკავოთ იმის გამო, რომ ტროტუარზე გავიაროთ საფეხმავლო გზაზე? გეუბნებ არა, უნდა მოგმართოთ. მოგმართეთ ბატონო და მიხაროზე ბოლო წუთებზე და რატომ გაიყვანეს ზუსტად ბოლო ვადამდე, რატომ მიიყვანეს? აი, უბრალოდ საზოგადოებამაც რომ იცოდეს, ეხლა ხედავთ თქვენ როგორი დიქტატორულ კანონებს იღებენ, ხო, ესე იგი მედია საშუალებები, ყველაფერი ნაძარცი ბიუჯეტის ფულებით არის გაკეთებული, ამოდელა ტელევიზიები და ჩვენ ერთადერთი სოციალური ქსელი რჩება, რომ კრიტიკა მოისმინონ მაინც და იმასაც გიკრძალავს, რომ მე იქიდანაც დაგაპატიმროს. ამ თემაზე ვისაუბრებთ, აი ჩამოთვალეთ ახლა თქვენი ესე იგი ქართული მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ანუ ყველანაირი სტატუსის მქონე, ვინაიდან სასოფლო სამეურნეო ის რომ აკრძალეს სტატუსის. მე გადაყავს არასასოფლოს და კიდიან. მეორე, აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ვინაიდან უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. მესამე, ამდენ სახლებს რო აშენებენ, ძირითადად მაგათთვის აშენებენ. ქართული აი ნახეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნა, გაუქმდეს გალფის ქვეყნების მეშვეობით უიზო მიმოსვლის ხელშეკრულება იმ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ ქვეყნებთან, რომელთაც ამათ ხელი მოაწერეს გასული წლის 17 აპრილს. ნახეთ როგორი აი ხალხმა რო კარგად გაიგოს, მოკლედ ვიტყვი. თუ მაგალითად აი ამ 17 რომელიმე სახელმწიფო დავიღოთ ბანგლადეში. თუ მაგალითად მან აიღო იმ 6 სახელმწიფო გალფის ვიზა, თქვათ ყატარი, კუვეიტი, ბაჰრეინი და ომანი და ასე შემდეგ, ემირატები და საუდს არაბეთი, უფლება აქვს საქართველოს დაშვაში ვარ ჩვენ. უფლება აქვს საქართველოს შემოვიდეს უვიზოთ. არა მხოლოდ მათი ვიზა, მათი ბინადრობის მოწმობაც რომ გქონდეთ, მაინც უფლება აქვს შემოვიდნენ საქართველოში უვიზოთ. დაუყოვნებლივ აი ეს უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ეს ხალხი დაახლოებით 17 სახელმწიფო არის მილიარდი მაცხოვრებელი. წაგულეკავენ. ასევე უნდა გაუქმდეს არაბული ქალაქების შენებლობა, ამას ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ კწანეში და გონიოში და ბოლოს ეს დიქტატორული კანონები რომ მიიღეს, დაკავებულია აი თუ და სტუდენტების ტროტუარზე დგომისთვის. ჩვენ არ ვიზახით მოლოტოვის კოქტეილებს რო ისვიან. ტროტუარზე რომ დააკავებ გამოხატვის უფლებას რომ არღვევ, ამის ესეთი რამე არსად არ ხდება და ახლა უკვე უარესზე გადადიან, ეგ სოციალურ ქსელში რომ დაწერო რომ შენ ხარ გამყიდველი მთავრობა, აი ამაზე ღირსების შელახვისთვის შეუძლიათ დამადონ ბორკილები და წამიყვანონ, მაგრამ მე მაქვს რომ მასალები საჯარო რეესტრიდან ძალიან დიდი რაოდენობის რომ გამყიდველები არიან და ნამდვილად გაყიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწები. აი ამაშია საქმე, აი ამ საკითხებზე გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა ბოლოს დავით გარეჯი დავამთავრეთ შეგვაუსვლას, დავით გარეჯი ჩვენ ვიყავით ასულები, ბატონი დემური ბრძანდებოდა იქ და არ შეგვიშვეს ჩიხჩიტურში უკვე ბეთუბანზე აღარ არის ლაპარაკი, აბრა უკვე იქ აკრძალვის ვერ შეხვალთ და ჩვენ რამდენჯერმე მოუთხოვეთ პრემიერ-მინისტრს გაგვაგებინონ ხალხს, ეს ხო არა რაღაცა ბოსტანის გადაცემა. გაგვაგებინონ ხალხს, ვის ხელშია დავით გარეჯი და რა ხელშეკრულებები იყო დღემდე დაწყებული სააკაშვილი და დღემდე. გაგვაგებინონ გახადონ საჯარო. არ იღებენ ხმას და ეს კიდევ უფრო ეჩქვეშაყენებს იმ მოსაზრებას, რომ ლაზარე ჯორბენაძე სთავი არ ჩამოუხრჩია და იქ უკვე ეს ბურუსით კვლელობა კიდევ უფრო მეტ იწვევს, იმიტომ რომ არაფერზე პასუხს არ გვაძლევენ აი ამ დავით გარეჯთან დაკავშირებით. მით უმეტეს რომ ასეთი ხშირი ახლა ინტენსიური ამ ბოლო დროს ხომ პრეზიდენტთან ალიევთან შეხვედრები და სხვათა შორის მინდა გითხრათ სამარცხვინო იყო, როდესაც ივანიშვილი და ალიევი ერთმანეთს ხვდებოდა და კობახიძე გოშიასავით უკან რომ მისდევდა, გვერდზე მაინც დაეყენებინათ. ანუ კიდე აქედან ერთი კითხვა, ვინ არის საქართველოში პირველი პირი?
ანუ არ ყავს საქართველოში არის არაფორმალური ხო ივანიშვილი რა თქმა არა მე გეუბნებით რომ ოფიციალური მაგალითად აი ეხა დაიწყო მოლაპარაკებები სიტყვაზე ვამბობ ეხა პუტინთან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა ელაპარაკოს ნახეთ იქ მოსკოვში არის ერთი გამიგონია ფიფია და ერთმა ძალიან კარგმა ჩვენმა მხარდაჭერმა გამოგიგზავნა ინტერვიუ მიუწია და პუტინიო ბიძინა ივანიშვილზე მეც არავის არ დაელაპარაკება ვიცით კაი ჩამოსხმა არის ხო და ეს არის ინსტიტუციების აი პირდაპირ არ ვიცი და კონსტიტუციის საოცარი მე მიმაჩნია ესე იგი ეხლა ამ შემთხვევაში ბატონო დემური თქვენ მიკროფონი უნდა ჩართოთ სადა მიკროფონი ჩართოთ მიკროფონზეა თვითონ აი ჩაირთო დიახ ანუ რისი თქმა გინდოდა გაიმეორეთ მეტრო მე იმის თქმა მინდოდა რომ ქართველებმა საერთოდ დაუკარგეთ როგორც ჩანს დიდმა ნაწილმა საკუთარი თავის პატივისცემის ელემენტარული განცდა და ამის შედეგია ის რაც ხდება არა უკაცრავად ისევ არ ჩართულა მე არ გამოჩვევ რომ გააკეთებინა აქ წითლად უნდა აინთოს აი აქ არის აინთო წითლად ან დაიწინ რილაკია ხო და სულ სხვა მხარეს გავდით ხო იმის თქმა მინდა ეხლა ჩვენ აქ არ მოვედით როგორც ხალხი ვინც აი ხელისუფლებას უდგას ოპოზიციაში და არის ახლა არჩევნებზე ჩვენ ავდგებით და საერთოდ არ გვაინტერესებს ქვეყანა წყიდიან უსინდისოდ ყიდიან დარწმუნებული არიან რომ ქართველები იმ დონემდე განადგურეს როგორც პიროვნებები, როგორც ადამიანები, ყველაფერს გააკეთებენ. მე მინდა ყველა ვინც უსმენს და ვინც წაიკითხავს, ყველამ დაფიქრდეს ერთ რამეს. 0.3%-ით კიდევ გაზარდა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იმ სიაბანდი აღწერის შემდეგ, რომელიც საერთოდ 240,000-ით მეც უჩვენებდა. ეხლა კიდევ მიუმატეს და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა როცა ქვეყნიდან წლებია გადის 200,000-ზე მეტი ადამიანი, ქართველი, როცა უფრო მეტი კვდება ოფიციალური მონაცემებით, ვიდრე იბადება, 300,000-მდე ადამიანით გაზარდეს საქართველოს მოქალაქეთა. ესენი ქართველების რაოდენობა გაზარდეს თუ უბრალოდ საქართველოს რაოდენობას როგორ გაზარდიან? ქართველები კვდებიან მეტი და გარბიან ქვეყნიდან, ხო? სწორედ იმის გამო რომ ძალიან კარგად იციან რომ ცუდად არის მათი საქმე ის გონებაბნელი მათი მხარდამჭერები არ ეყოფა იმისთვის რომ მათ კიდევ ერთი ვადით შეძლონ ამიტომ შემოყავთ ეს უცხოელები აშკარად ემზადებიან სერიოზულად არჩევნებისთვის არ მგონი არანაირ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებენ სანამ ის არ მოვა მაგრამ კარგად მოემზადებიან კიდე გეუბნებით ნებისმიერ ადამიანს რომელსაც გავანებოთ თავი კარგია ხელისუფლება ცუდია ვიღაც არა 300,000 ადამიანით გაიზარდა მოქალაქეთა რიცხვი ფაქტიურად ეთნიკური ბალანსის ცვლილება მიდის ქართველებს მიგრაცია არ შეუწყვეტია როგორც გადიოდნენ ისე გადიან ტოვებენ ქვეყანას არა მარტო ტოვებენ არამედ ყიდიან ყველაფერს და ისე გადიან საკმაო ნაწილი უფრო მეტი ხალხი კვდება საიდან გაიზარდა რაც ნიშნავს ეს პოლიტიკა როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს ის ფაქტიურად ამბობს რომ ხალხი არავინ არ არის გამორიცხულია რომ შემეწინააღმდეგონ ამიტომ აკეთებენ იმას რაც
გარკვეული დროის მერე ვერაფრით ვერ გამოსწორდება. ამიტომ ვარ ჩვენ ასე აგრესიულები, ამიტომ რასაც კი ხელი მიგვიწდება, არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მივიტანოთ იქამდე, რომ უსაშველოდ საშიში მდგომარეობა. ეს არ არის ბიძინა კაია, ბიძინა რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი ნახეთ, 300,000 მუსულმანით გაიზარდა საქართველოს მოქალაქე. მუსულმანების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს. მათ თავიანთი სარწმუნოება აქვს, თავიანთ ეკლესიაში, თავიანთ ტაძარში რომ იტყვიან, უნდა ილოცონ, არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ იმიგრაციის ის კანონი და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, არის განადგურება საქართველოში ქართველების მომავლისა და ამას წარმატებით აკეთებენ. ამიტომ გვინდა ჩვენ ის აქცია, მიწების გაყიდვაზე დოკუმენტები გვაქვს, რამდენი ტონა ქაღალდს ყველა ყოველდღე ხო ვერ ამოვიღებთ, იქ ხო მივალთ და კიდე ამოვიღებთ რა. ერთი კვირის წინ ვიყავი საჯარო რეში, არანორმალური რაოდენობის ხალხია, არასდროს არ მინახავს ამდენი, ქართველები დიდი 20% თუ იქნება, იქ ესე დიდი იქნება. რა ხდება? ხდება ის, რასაც ხელისუფლების პოლიტიკა ქვია. მიდის გადაფორმება ამ უამრავ ადამიანზე, 100,000-ობით ადამიანზე, იმ ქონებისა, რომელსაც თქვენ მერე მაგაც ასე იოლად ვეღარ წამოიღებთ. დიახ, манипуляციები მიწებზე, манипуляციები ამ შემოყვანაზე, манипуляციები საქართველოს მოქალაქეების გაზრდაზე, დემოგრაფია განადგურებულია. აი, მიუხედავად ამდენი ფაქტისა, ხელისუფლებამ ერთხელ მაინც თუ დასვა დემოგრაფიული საკითხი, რომ პრობლემა კი არ არის საგანგაშო სიტუაცია. ეხლა რა გავაკეთოთ ჩვენ პარტია შევქმნათ და 351 პარტია ვიყოთ და არჩევნებზე ვიძახოთ, რომ აუ, ესე იგი მივიღებთ. რა არჩევნებზე მიიღებთ მონაწილეობას, მინდა ყველას მოგმართოთ. ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში. დათვლაც განაწილებაც და ისეთ რამეში პოლიტიკოსი როცა მონაწილეობს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ის პოლიტიკოსი კი არ არის ბრიყვი, ჩამოყალიბებული ბრიყვი, ანდა ფულზე გაყიდული, რადგან იცის ამ აქტიურობისთვის ბევრი რო არ მოუვიდეს, პატარას წაასველებენ და პატარა ფულს გადმოუყრიან, პატარა კი არა საკმაოდ ბლომა გადაუყარეს ამ ოპოზიციის ლიდერებს, ციხეების მოატარეს, კაცო 10-20 მილიონს რო გადაიხდი, წავა ის კაცი ცოტა ხნით ციხეში დიდი ამბავი, ახლა ხო ესეც ფორმალობაა, ხო სწორი? ამიტომ მე ისინი ციხდიან ჯარიმებს, ისინი ციხდიან გირაოს. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ატყატებია თუ რა. იმდენ მილიონს თუ მოგცემენ, ცოტა გირაოსაც გადაიხდით. ასე რომ არა, არჩევნების გარეშე ბატონო დემური, იცით რა არის ზართული არჩევნების გარეშე პოლიტიკენ არა ხარ პოლიტიკური სხვა დისკურსი გაქვს. მომისვინეთ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით, მაგრამ იმისთვის რომ არჩევნებს გქონდეს აზრი, ჩვენ ვამბობთ ამ სისტემისგან თამოუცუფალი ძალის შექმნას, რომელიც აიძულებს ამ ხელისუფლებას საერთო კონსენსუსის ფარგლებში შეიმუშაოს სამართლიანი კანონმდებლობა, გაუყალბებელი საადმინისტრაცია, გადახედოს და დააზუსტოს სიები, იცით თქვენ რომელი რისი 3,900,000 მოსახლეობა გამოაცხადეს და 3,600,000 ამომრჩეველი ყავთ. სად ნახეთ თქვენ ასეთი რამ? ამიტომ მე მიმართო მინდა იმ ვითომ პარტიებს 350 რო არის რეგისტრირებული, ხო, რომელ არჩევნებში მონაწილეობთ, თქვენ გინდათ მომავალ არჩევნებში კვლავ უზრუნველყოთ ოცნების დატოვება, იმიტომ რომ თქვენი დახმარების გარეშე ოცნება ვერავითარ ხელისუფლებაში ვერ დარჩება, ჩატარდება ეს სიაბანდი არჩევნები, სადაც უკონტროლო რიცხვია მომრჩევლების ადმინისტრაცია არის აბსოლუტურად დახელოვნებული უმაღლეს პროფესიულ დონეზე, როგორ უნდა გაყალბდეს. ალტერნატივა რა არის, ბატონო? ალტერნატივა არის მარტივი რამ. თუ საქართველოში გადარჩენილია საღი ქართველი, ვისაც შეtkივა გული გიყიდიან ქვეყანას, მალე აღარ იქნები აქ. ეს ძალა ქართველთა დიდი გაერთიანება ამიტომ შეიქმნა.
ეს ძალა როგორც კი შეიკრიბება, ჩვენ ყველასთან ერთად ვაიძულებთ ხელისუფლებას შეიქმნას კარგი კონტროლირებადი საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაცია და კანონმდებლობა, შეთანხმებული იქნას თამაშის წესები, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ამ არჩევნებში რა შედეგიც დადგება, ყველანი ამას აღიარებს, რადგან შეთანხმებულ რეჟიმში გამარჯვებული ძალა ვინმეს მოწონს არ მოწონს, არის გამარჯვებული ძალა. რატომ არ აკეთებს ამას? ამას ჩვენ კი არ უნდა ვიღებდეთ ინიციატივას, ხო არის მაგარი ოცნება. თვითონ უნდა სანამდე უნდა ეს არის ცის რომ ეს ყველაფერი მივა უკიდურეს დაძაბულობამდე, რომელიც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდეს. ხასუსვამ გეკითხებით, უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადება. ხალხი გარბის ქვეყნიდან 300,000-ით როგორ გაძარდეს საქართველოს მოქალაქეები. არ გაშინებთ ეს, მე რომ არ მაშინებდეს აქ კი არ ვიქნებ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გისმენთ ბატონო გიგო. აუცი ისეთი სურათი დაიხატა. რაღა უნდა დავამატოთ, მაგრამ დასამატებელი მართლა უამრავია, იმიტომ რომ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ 24 მაისის აქციაზე უნდა გავაცხადოთ, ამას კიდე შეიძლება ბევრი რაღაცა მივამატოთ. საქმე მართლა უკიდურესად მძიმეა და ამისი დამალვა და ამისი ართქმა საზოგადოებისთვის, ხალხისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში თავს ვერ გამოვყოფ, თავს ვერ ვიმართლებთ და უკიდურესად დამნაშავენი ვიქნებით ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობის წინაშე. დავიწყოთ ამ მიგრანტების პოლიტიკით. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც საინფორმაციო ომის თეორიაში ცნობილია, ანგრევს ნებისმიერ სახელმწიფოს, დიდი იქნება თუ ის პატარა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყანა ანგრევს ნებისმიერ სახელმწიფოს, იმათ სასარგებლოდ გარდატეხ სიტუაციას, ვინც ამას გეგმავს, ვინც ამას უკვეთავს. ახლა დიდი მიხვედრე არ უნდა იმას, რომ ბრიუსელიდან მოდის ეს შეკვეთა, რაც ევროპას დამართეს და ჩვენ ვხედავთ ყველა, რაც დამართეს ევროპას, პრაქტიკულად აგერ გერმანიაში პრემიერი, თქვათ, არა, ну კი მოქალაქეა, მაგრამ არა იმ ძირითადი რასის წარმომადგენელი, ვისიც არის ეს ქვეყანა, ხო? ჩვენ იგივე სიტუაციას ძალიან სწრაფი ტემპით უახლოვდებით და არ არის გამორიცხავი. ბრიტანეთი დააჩოქეს, გერმანია დააჩოქეს, აღარ საფრანგეთს უყურებთ, ხედავთ რა სიტუაციაც არის ზოგადად. ჩვენთან ეს უფრო სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ გლობალური ძალების, ეხლა ეს არ არის შეთქმულების თეორია, ამას ჩვენი თვალებით უყურებთ ყველა რაც ხდება ქვეყანაში, ხო? ამას უყურებთ, შევყურებთ და ვართ მშვიდად. მე უბრალოდ მიკვირს ერთი რამის, აი ქართველთა დიდი გაერთიანება, რომ ვარისხებთ ზარებს, ჩვენ ამ მიზნით შევიქმნით და ეს არის ჩვენი არ გვიფიქრია არც პოლიტიკურ იმაზე, მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზნები არსებობს, იმიტომ რომ გაერთიანება იმისთვის არის და ხალხს იმისთვის უნდა აუხსნათ ეს ყველაფერი, რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია, ის ყოვლად უარგისი, უმაქნისი და აი მართლა ამაზრზენი, აი როგორ თავმოყარება არ გააჩნია ქართველს, რომ უყურებს აი ესეთ არაფორმალურ მართლობას, რომელიც მსგავსი, რა ვიცი მე ბატონო, შუა ფეოდალური საუკუნეებიდან არ მახსენდება ხა, მაშინ იცოდნენ ხალხმა მაინც ეხლა საოცრება ეს ამას არაფერი არ ქვია, უბრალოდ არაფერი არ ქვია. მე უბრალოდ რა მიკვირს იცით? ის ფეოდალები რაღაც ისტორიის მქონე ხალხი მაინც იყო და რაღაც რა თქმა უნდა იმ სისტემის ნაწილი იყვნენ. პატრონობდნენ ის ბატონყობის პერიოდშიც და იმაშიც ფეოდალებმა პატრონობდნენ იმ კუთხეს, იმ რაღაცას უვლიდნენ, რაღაცას აკეთებდნენ. აქ რა ხდება ხალხმა? ქართველი საკუთარ ქვეყანაში არის სოროლიად უფლებო და უბატონო ხმას ვერ გასცემს იმ ასე ვთქვათ ძალის იმითი შემოყვანას. ეხლა დავაკვირდეთ, აი პოლიტიკა როგორია, ეხლა მართალია მიწების გაყიდვა უკვე გაიგო ქართველებმა, მაგრამ მე ის მეკვირს, ჩუმად როგორ არის იმ რეგიონის, იმ რაიონების, იმ მუნიციპალიტეტების, იმ სოფლების მოსახლეობა, სადაც უყიდიან. კი ვხედავთ აქ-აიქ პროტესტებს, ვთქვათ, აი შიდა ქართლში იყო გამოსვლები, ერთ-ერთი სოფელი, რომელსაც საძოვრები გაუყიდეს და რაღაცა მისეს უცხოელს. კახეთში იყო მსგავსი რაღაცები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ტოტალურად და მასშტაბურად უნდა მოხდეს ყველა რეგიონში და ყველა რაიონში სადაც ეს ხდება. მე მიმაჩნია მაგალითად როგორც ერთ რიგით ქართველს, აი ის რასაც ქართველთა დიდი გაერთიანება 24-ში ვაპირებთ, მსგავს რაღაცას ყველა ეროვნული სულის და გულის მატარებელი ადამიანთა ერთობა საკუთარ მუნიციპალიტეტში უნდა ახდენდეს, აკეთებდეს და აი მაშინ ოცნება იძულებული გახდება თავში ხელი შემოერტყას ან რაღაცაზე დაფიქრდეს. აგერ ბატონები
ჩვენ სამივე და კიდე სხვებთან ერთად ვიყავით ერთ-ერთ რეგიონში, უბრალოდ არ დავასახელებე ხარ ეგ რეგიონს, ერთ-ერთმა სერიოზულმა სამოდელო პიროვნებამ, წესიერმა, პატრიოტმა და რა ისეთმა ზოგიერთი რომ მონაწილეობდა ხა საპატრიარქის არჩევნებში, იცით თქვენ მე ვისაც გულისხმობ, 3-ის და 4-ის სასამართლო ხალხი და ცალკე ტრაგედია. ეგ ცალკე ტრაგედია ეს რომ ერს გაუბედეს იმაში რა ნამუსით ხო ან ეკლესიაში მიხვიდეს ან იმას მეუფე იმას ჩააბაროს იქ 4-ის სასამართლო მეუფეს ან ყოფილ მხედრიანულ მეუფეს ჩააბაროს აღსარება ხო ეს სხვა თემაა ჩემო კარგო და სხვა რაღაცა მე ეკლესიის ინსტიტუტს არ ვეხები თორე თემა და ამიტომ ეს სხვა რაღაცა ხო მე ადამიანს თუ არ სინანული ეს სინანული იმიტომ არის ფანტასტიკური ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომ შენ აღსარების და მონანიების უფლება გაქვს, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ შენ ეკლესიის მეთაურად წარადგინო, შენ თვითონ არ უნდა აკადრო, შენ თავს და შენ არ უნდა აკადრო საქართველოს და მის ისტორიას. არ უნდა აკადრო ეგ თავს, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავის. ნახეთ რა გვითხრა იმ წესიერმა დავსახუროთ თან სერიოზული განათლების განაპირობება. ხელისუფლებას უახლოვდება ახალი ტიპის ბაქტრიონი. მე არაერთის მithქვამს ეს გადაცემებში, ეთერებში, ჩემს გადაცემაში, თქვენთანაც მე მგონია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი თავი რაღაცას მიარტყით რა, აი ხელოვნურად, ძალით რაღაცა ქენით ოსნების ხელმძღვანელობას მიუმართა, მიარტყით თავი რაღაცას და დაუკვირდით ხალხი როგორ იქცევა. აი ეს манипуляციები რაც დღეს საქართველოში ხდება, ამითი ვერავის ვერ მოატყვევენ უკვე, აი დასაწყისში თქვით, ნო, აი ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო, ხო თქვათ ის არაფორმალური ეს ცნობილი манипуляტორები არიან კაცობრიობის. ხალხი თუ დაიძრა ნაკადად, რისი იმედი აქვს, რა სიმაგრეების იმედი აქვს. გვინდა ჩვენ კიდევ ერთი სამოქალაქო რაღაცა დაპირისპირება ტოტალური და მასშტაბური. რის გამო კაცო? კანში ვეღარეტებიან ჯიბეებს, ისკელებენ კი არა, ნუ რავი, სად მალავერა საკეთებენ ვერ გავიგეთ. ეხლა წარმოვიდგინეთ, ახლა ახალი კანონი რო შემოაღეს, ახლა მე როგორც მედიალოგი და ამისი მკვლევარი, ხო, აი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამას. ეხლა რო აკეთებენ და ნუ თუ გვექნება ამის საშუალება, მეც გადაცემაში ძალიან არ შეიძლება ამის გაკეთება. ესე იგი, ნახეთ რა ხდება ნინო, ესე იგი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ხელისუფალს რო ეტყვიან რაღაცა ორგანიზაციის სტრუქტურის ხელმძღვანელს რო ეტყვის მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი რომ აი შეგეშალათ ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ და მე მეოთხე ჯერზე უკვე კიდე რაღაცა წოდებ იმას ეპითეტით მოიხსენებ და ამის გამო უნდა დაიჭირო. სადაა შენი პასუხი? ფაქტიურად ციციკორეც ინსტიტუტი შემოიტანა. უარესი კიდე, კაცო, კიდე უარესი. არა მეორედ მხრივ კიდე უარესი ციციკორეში უბეში მაინც ჩაყურებდა ვიღაცას ხო იმ ლამაზ გაბოდა ესენი ვის უყურებენ რას უყურებენ არ გავიგეთ უკვე რა აჯანდა მაგრამ ნახეთ ამდენი სიბილწეც სოციალურ ქსელში ძალიან ზედმეტად ამაგზა ამდენი ბოღმა ამდენი ღვარძი ამდენი ჭუჭყი საშინელებაა მეც გამختار ვარ ამის ხორბლი და ყველას იმიტომ რომ დაგაბრალებენ იმას რომ ხარ აკრეფცი რა და ამტკიცე რომ არ ახარ ზერაგება რა ნუ მე რატომ წარმოუდგენელი სიტუაციაზე კანონი მაგრამ სხვანაირად უნდა ამას ხალხის მუხტი როცა შენ საზოგადოება შენს ხალხს დასცენი აი მინისტრებს და მთავრობის წევრებს არ ეხლა მოადგილებს და ვიღაცებს პრემიები რაღაცა შაბათკვირის და ანაზღაურება რაღაცები ათეულათასობით საქართველოს რიგითმა პენსიონერმა უნდა იცოცხლოს დაახლოებით 7.5 წელიწადი რომ პარლამენტარის ერთი თვის ხელფას გავდოდა ნუ აქედან იწყება ყველაფერი, ხო? დანარჩენს აღარ ვამბობ. სწორად ითქვა აქ დემოგრაფია მათ არ აინტერესებს. საიდან ვრალდებით? საიდან არის ეს მატება? ვიღაცამ თვალი ხონდა გახდა ხვალზე სინგაპურის მოდელს გვთავაზობენ, მიშა ამისკენ მიისწრაფოდა და იგივეს გავუკეთებენ ალბათ რა. სხვა გზა არ არის. ამიტომ ისევ და ისევ რისთვის იბრძვის ქართველთა დიდი გაერთიანება? მოუძებნოთ სახი ქართველები გავაერთიანოთ. ერთადერთი ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ხელისუფალს ეშინიარისი ძალის და ხალხის ერთობით. აი ასე იკიდებენ ხალხს ფეხებზე? ხალხი გასცემს პასუხს, ოღონდ მე აი ახალი დეტალი მინდა შევძინო ჩვენს მოძრაობას და ასეთნაირად თქვა. ის რაც აი მოთხოვნები ბატონმა დავითმა უკვე გაახმოვანა რა, რომელ მუნიციპალიტეტს, რომელ რაიონს ველებურად რო თქვა, არ ეხება დავითეს, ხო? ყველას ეხება ბზოლდრო. აი იგივე დღეს, კვირას, მათ შეუძლიათ თვითდინებით. კაი, არ არის საჭირო თბილისში ჩამოსვლა. თვითდინებით და თვითმოძრაობით, თვითორგანიზებით შეუძლიათ ადგილზე გააკეთონ წინააღმდეგობის ეს მუხტები. იქნებ რაღაცა ყურღებში შეუდეს ვიღაცას რა. აქ არის ერთი მომენტი.
ჩვენ კი ვამბობთ და ასეც არის, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკური საქმიანობა. აბა რა არის? და რატო ვაკეთებთ? იცით ამ ფორმით? იმიტომ რომ ჩვენი უფროსი თაობის ადამიანები ვარ და მე ნანახი მაქვს ქართული პოლიტიკის ყველა ბნელი კუთხე კუნჭული. მე ვიცი, რაც ნიშნავს იმ სისტემაში შეცვლა, სადაც არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ სისტემის ნაწილი არ გავხდებით, თუ საქართველოში საღი გულიანი მაგარი ქართველები გადარჩენილი აუცილებლად შეიკრიბება, იქრიბება უკვე ნელ-ნელა. ეს ძალა სისტემის გარედან თუ ზეწოლა არ მოხდა სისტემაში, აი სულ სხვა რამეა. მე სხვა მაგალითსაც გეტყვით, როდესაც ახალგაზრდა რეფორმატორები ბჭყალებში შევარდნაძის ფრთის ქვეშ გაერთიანდნენ, რა ქონდათ, იცით, იდეა შიგნიდან დავარღვევთ ამათო და იმ ბოთემა მოკავშირის იმ ცნობილმა თბილისელმა წევრებმა და იმან რა კი უფროსმა უთხრა, ისიც ვერ მიხვდნენ, იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური აზროვნების არ იყო და მიიღეს ის უბედურება, რაც თავიანთი პოლიტიკური უვიცობის გამო დამართეს ქვეყანას. ჩვენ ეს სიგლახი ყველაფერი ნანახი გვაქვს რეალობაში, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რაიმე არჩევნების გზით ეს ყველაფერი შეიცვლება წესიერი არჩევნების გზით, წესიერ არჩევნებს კი ძალამ თუ არ აიძულა ეს ხელისუფლება, ის როგორც გამსახურდია მაიძულა 90 წლის მარტში. დიახ, როგორც გამსახურდია აიძულა, იმიტომ რომ სისტემა იყო თვითონ დამპალი, ეს სისტემა არანაკლებად დამპალია. მაგრამ იქ ნახეთ, იქ კიდე სხვა რაღაცებიც იყო, იქ სხვა მუხტი იყო. რა საოცარი მუხტი იყო, გერცულოვნება იყო, მამულით კი იყო, მაშინდელი იყო, მაშინდელი საქართველოს მდგომარეობა და დღევანდელი საქართველოს რადიკალურად განსხვავდება. დედამიწა განადგურების პირას ახლა მაშინ რა თქმა უნდა. ამიტომ ცოტა სწორად გავიგოთ პოზიციები რა. აქ ჩვენ არ მოვდივართ, იმიტომ რომ არიქა ეკრანზე გამოჩნდა და ვიღაცას აი 24-ში მოდი და მხარი დაგვიჭირეთ. მე რა მხარის დაჭერა მჭირდება. ამ ქვეყანას დაუჭიროთ მხარი, თორემ არა დავრჩებით ამ ქვეყნის გარეშე. სამწუხაროდ ბატონო დავით, აი რაც ისაუბრეს ახლა ბატონო დემურიმ და გიგლამ. დროში როგორ არის ეს ყველაფერი, აი როგორ ფიქრობთ თქვენ? აბსოლუტურად ბევრი დრო არის. მოყვებით მაგ პათოში ბატონო დემურ, მაგრამ აი ამისი მომწიფების, ამის განხორციელების დრო ძალიან მნიშვნელოვანია. არც დრო გვაქვს, არა? დროითაც შეზღუდულები ვართ, მაგრამ აი იმას რასაც თქვენ გთავაზობთ, ამას გარკვეული დრო ჭირდება. ისე რომ აჩქარებული კეთება არ გამოგვივიდა. ხო და აი ნახეთ თქვენს თქვით, როცა დაიწყეთ საუბარი, რომ აი ხა ვაფრთხილებთ ხელისუფლებას და მე უკვე მორჩა. მე გადავალ რადიკალურ იქნებ ნელ-ნელა არის საჭირო ეს ვიადი გაიხსნა და ეროვნული მოძრაობის დროს როცა სულ სხვა მოცემულობა იყო და იდეა იყო რაღაც ფანტასტიკურად სუფთა, მასაც კი დრო დაჭირდა ბატონებო, გარკვეული დრო, რომ მისულიყო იმ კულმინაციამდე, რასაც ეწოდება 90 წლის არჩევნები. აი დრო გვისავენ კითხვას, ჩვენ ქართველთა გაერთიანება როგორ უნდა მივიდეთ საერთო გამარჯვებამდე, როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას. რა თქმა უნდა, იარაღი არის ხალხის სიმრავლე და გაერთიანებას ამიტომ ორგანიზებული ხალხის სიმრავლე. ეს დიდძალი ხალხის მეშვეობით ვაიძულოთ არსებული ხელისუფლება მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო კანონი. ეს კანონი დამუშავებულია ისე რომ ფაქტიურად გაყალბების შანსი ფაქტიურად მინიმუმამდე დავა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ეს კანონმდებლობა გააქვთ შემუშავებული როგორც პროექტი? არის კი მე ამ ბევრი სხვა რამეც გვაქვს განზადებული. საუბრობდით ჩვენ აი მაგის სპეციალისტებთან მქონდა შეხვედრა. ყველაფერი ეს არის მზად და თავარი რა არის იცით ხალბატონო ნინო, თუ ესე მოიყურებს ყურს ხელისუფლება ყველაფერზე, თუ უნდა რომ მივიდეს არჩევნებამდე, მაშინ ესე ჯიქურად კი არ უნდა აკეთებდეს, რომ არაფერს არ ითვალისწინებს, რომ ხალხს ყურს არ უგდებს და საერთოდ არც ერთ მოთხოვნაზე პასუხსაც არ აქცევს.
თუ ასე იქნება, არჩევნებამდე ვერ მივალთ, იმიტომ თქვი. გადავსხაზავთ მაშინ ყველა მოთხოვნას, რა აზრი აქვს თუ ამ მოთხოვნებს არ დამიკმაყოფილებს რა საარჩევნო კანონს დამიკმაყოფილებს, არა ხო? ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყებთ იმაზე ფიქრს, მოივლით ყველა სოფელს და ყველა კუთხე კუნჭულს, დავრაზმავთ მთელ საზოგადოებას, რომ უკვე გადაწორულია ყველა იმედი და უნდა დავიწყოთ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა. და მზად არის ერი ამისთვის? აი ის ჯანსაღი ნაწილი. მზად არის ერი ამისთვის? რა დათო სწორსალაბა. მე ვიძახი გამოსავლს გადარჩენისას. არ იქნება საზოგადოება მზად დაემშვიდობება ამ ქვეყანას და მოუწევს სხვადასხვა ქვეყნებში სამწუხაროდ ვფიქრობ მზად ჯერ არ არის თუ არა მზად? მოდით ასე გამოჩნდეს, მოდით ერთი წამით ბატონო. აი ახლა 24-ში ეს უნდა იყოს ერთგვარი ტესტი. გიყვარ შენი სამშობლო? უნდა გამოხვიდე, უნდა დაიცვა, უნდა გააგონო შენი ხმა ამ ხელისუფლებას. რაც მეტი ხალხი გამოვა, მით უფრო დაფრთხებიან. ეს არის მართლაც არამართული ძალა. ამისი ეშენიათ არამართული ხალხის. აი ამიტომ არის რომ სულ ბოლო წუთებზე გირეკავს, ვიღაცა გოგო მირეკავს თანაც. ესე როგორ შეიძლება შენ კანონით მელაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე რა ვიცი ვიღაც ინკოგნიტომ დამირეკა და სულ არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მობილური ნომრით მირეკავს რომ თქვენ ხარვეზი დაგიფიქსირდათო. ხო ანუ ოფიციალურად ხო უნდა მოიქწერონ წერილი. მე მათ თუ არ დამიკმაყოფილებენ ამას იქით უჩივლებ ჩვენ. და დაუშვათ არ მოხდა ეს დაკმაყოფილება და უჩივლებ. შედგება მაინც შეხვედრა. მივართ ეხლა ოფიციალურად მომწერეთ ოფიციალური ხარვეზის ის მეთქი. აბცემენ პასუხს 5 დღის ვადაში. ეს არის უხეში დარღვევა მანიფესტაციის და შეკრებებისა. ამიტომ თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ ამას და იქ რაღაცა დაჯარიმებენ, ვიღაცა დააჯარიმებენ ჩვენთაგანს ან მისმეს, იქით უჩივლებთ. სხვა გზა არ გვექნება ახლა. ამათი სასამართლოების სამართალი არ ამწობს, არა. აი ასეთი ქმედებები ჩვენ მიგვიყვას საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისკენ და იმას უფრო მძიმე შედეგები მოყვება ის, რაც ბატონმა გიგლამ ახსენა ბახტრიონი და ახალი ბახტრიონისთვის საქართველო უნდა მოეწოს. არის ამ კრიმინალების ისა ბოლო. არის თუ არა მზად ქართველი ხალხი? აი ეგ არის მთავარი შეკითხვა ბატონო დემურ. ეგ არის. პასუხი უნდა იყოს ასევე სუფთა და რომ იტყვიან სწორი. ქართველი ხალხის საღი ნაწილი მზად არის, იმიტომ რომ ჩვენზე არანაკლებ კარგად ესმით რა უბედურობისკენ მიდის ყველაფერი. მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელსაც ისინი კერძო საუბრებში არა, ნაწილი, ვინც დასაქმებულია, ბევრი მათგანი სახელმწიფო სტრუქტურებშია. კიდე გეუბნებით, სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან სერიოზული და არა მაღალ თანამდებობებზე ძალიან მაგარი ქართველები არიან. ისინი ყველაფერს აკვირდებიან, ისინი არ მალავენ, რომ როცა საჭირო იქნება ამ ეტაპზე ახლა არ არის ორგანიზება ჯერჯერობით იმ დონემდე რომ ძალა დაუპირისპირდეს და უთხრას ჩვენ გვინდა წესიერი კანონმდებლობა კეთილინებე დაჯექი სასაუბროთ ყველასთან ერთად ჩვენ არ ამბობთ ჩვენ დაგვიჯექი და ჩვენ გინდა ყველანი ერთად შევთანხმდეთ არ გინდა მაშინ ძალით გაიძულეთ. სხვა ძალებთან ბატონო დემურ, აი სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არ არიან მაგალითად ძალიან კაი თემა აი საარჩევნო კანონის ნახეთ რა მინდა რისი თქმა მინდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც კატეგორიულად არის ნუ არ აიგივებენ საკუთარ თავს აი ნეუტროწყისტებთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი არიან ისეთი ღირებულებებით, კონსერვატორული შეხედულებებით არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლებას, ხო და ნუ იმ დანიშნულ ნეუტროწყისულ ოპოზიციაზე ლაპარაკი ზედმეტია. აი ამ ძალებთან თუ ქონიათ რაღაც შეხვედრები და ამ შემთხვევაში ერთად ყოფნა ალბათ მნიშვნელოვანია. ნახეთ, ეს ვიტყვი ბატონ დემურ და მე გააგზავნეთ რა ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოწეთ, კარგია რომ გავახსენეთ. ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი, ეხლა ჩვენ უახლოეს ხანში დავიწყებთ უკვე, როგორც თუნდაც აი პატრიოტთა ალიანსი იქნება, ეს თავისუფალი საქართველო იქნება თუ ვინც გას აი ისეთ თუნდაც ნებისმიერი პარტია, რომელიც არ დაეთანხმება ამას. ჩვენ იმათ საჯაროდ ვამხელთ და ვიტყვით საზოგადოებას გავაგებინებთ, რომ არ დაეთანხმა ამას, რაზე ელაპარაკე.
აი ამ სამართლიან საარჩევნო კანონზე ჩვენ ყველას დაუგზავნით, რომ ვაწყობთ დიდ კონფერენციას ამადამ დღეს, ამადამ საათზე, ამადამ დარბაზში მობრძანდით, განვიხილოთ და როცა შევჯერდებით, ერთიანი ძალით ყველა ეს პოლიტიკური ძალები წარუდგენთ ხელისუფლებას აი ამას. ამ იდეასაც აიღებენ ახლა როგორც სხვათა შორის არ დავმალავდა, ვიტყვი ამაზე მე მქონდა საუბარი უკვე თავისუფალი საქართველოს ლიდერთან კახაკავასთან და მანაც მითხრა რომ ამაზე კარგი იდეა არ არსებობს რომ მე ორივე ხელით მხარს უჭეროდა. ემას ახლა დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის აუცილებელი საზრდოა. გავაგრძელებ ბატონ დავითისაც. ჩვენ გახსნილი ვართ, ჩვენ პარტია არა ვართ. მე არ შემიძლია ვინმესთან შევიდე დისკუსიაში იმის პოლიტიკური პლატფორმა ვაკრიტიკო ან მოვიწონო, არ მაინტერესებს. ყველა პოლიტიკური პლატფორმა დაგრჩება გვერდზე. იმიტომ რომ ქვეყანა დაიკარგება. ჩვენ ვამბობთ. ეს არის აი ეს იდეები, რომლებზეც ახლა ისაუბრეთ. აი ეს გაერთიანება. ჩვენ ვართ გახსნილი. თუ ჩვენთან მოსვლა გიჭირთ, გითხარით სად მოვიდეთ, რომ იმ თავარ საკითხზე ძალა, რომელიც არ არის ამ სისტემის ნაწილი, თუ ხარ შენ გახვალ არჩევნებზე, მშვენივრად მოაგებინებ ბიძინა ივანიშვილს კიდე ერთ არჩევნებს და კიდევ მეტი უბედურებისკენ წაიღო. შევთანხმდეთ მთავარზე. ჩვენ გვინდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება გაუყალბებელი არჩევნების, გაუყალბებელი ადმინისტრაციის, შეთანხმებული პოლიტიკური თამაშის წესებზე ყველანი შეთანხმდეს და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები. თავს მოიკლავს ხელისუფლება და ამას არ გააკეთებს. ხელი მოაწერა მარიონეტმა პრემიერ-მინისტრმა გარეჯის გაყიდვას, ეს 1000%-იანია. ეხლა აი ამ ბოლო ეს ლაზარე ჯორბენაძე საქართველოს უდიდეს ნაწილმა საერთოდ არ იცის ვინ იყო. და ეს არ იყო უბრალო წვდომის ადამიანი. და მისი სიკვდილი როგორ აიხსნება? როგორ? აი ბურუსით არის მოცული 2 დღეში თბილისშიც არ გააჩერეს, არც თავის აშენებულ ტაძრის ეზოში დაასაფლავეს, რამდენიმე ტაძარი აქვს აშენებული. გააქანეს სადღაც პატარძეულში, სადღაც იქ დის პატარძეულში და იქ დაკრძალეს დის იმაში, აქაც არ გააჩერეს თავის. არა, ეგ არაფერი თვითონ სიკვდილი როგორ მოხდა? დღეში და უცბად დაასაფლავებიდეს კაცო. რითი გარდაიცვალა? ვითომ თავი ჩამოიქცო სასულიერო პირმა. ვითომ სასულიერო. მithumetes ლაზარეს შაბათს მამა ლაზარემ თავის სახლში იპოვეს ჩამომრჩალი. ლაზარეს შაბათს. და ჟურნალისტი, რომელსაც ჩვენი მეგობარია დიტო ჩუბინიძე, აი დღესაც მქონდა საუბარი ამ თემაზე და მას ის ბეჭდავდა სავალდასავალში ინტერვიუებს, მთელი ციკლი ქონდა თქვა. კი ბატონო, ძალიან ვერ აქტიური მოვასწარი შეხვედრა. ლაზარე ძალიან აქტიური იყო ეთერებშიც და პირველივე დღეს, როცა ეს ინფორმაცია დიტომ გაიგო ოჯახის წევრისგან, იქ 3 ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ითქვა. კი. და მას არ დაუმალასებს თავის ასე ვთქვათ პირად არხზე გამოაცხადა, ისედაც გააკეთა, გაზეთშიც დაბეჭდა სავალდასავალში, ასე რომ გონიერმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. მე მაინტერესებს სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მიყვანამდე. ხო, ნუ ეს როგორ წესი, მაგრამ შედეგი იმის მე რამდენიხან გავიდა 40 დღე გასულია პრაქტიკულად, მე მგონი და პასუხი არ არის. ექსპერტიზა ჩატარდა. აი ექსპერტიზა დაიწყო, ვითომ და არავინ არაფერი არ კითხულობს. ეს ძალიან სერიოზული თემაა. ამ დროს ძალიან სერიოზული თემაა ეს, რა თქმა უნდა. რა სამხელდა? აი მე იმაზე უცხოელებზე მიწების გაყიდვას, კორუფციას, საშინელს, ეს ვითომ ფსევდო, ვითომ კოცი და ნაცი რო დაპირისპირებული ერთმანეთზე სინამდვილეში აი ჭაშკალოშკა აქვს ატეხილი, ხო? თქვა როგორ ის არის, თავიდან ბოლომდე დოკუმენტური მასალის მოხმობით ამტკიცებდა ვინ არიან, წარსულში ვინ იყვნენ, დღეს ვინ არიან. ეხლა აქ ითქვა რომ აი ყველასთან მივალთ, ყველასთან გავიბრეთ. საქართველოსო ტყვია ესროლა, სახელმწიფოსო ჩვენ სამშობლოსო ტყვია ესროლა იმ ძალებთან, რომლებიც დღესაც პარპაშობენ, ვიცი ჩვენ 25 იმათთან არ მივალთ, ჩემო ბატონო. იმათ არც მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ ისეთ სახმოაზროვნებს, რომელიც ბატონმა დათომ დაასახელა აგერ საზოგადოებრივი გაერთიანებებია, მოძრაობებია, ჩვენც ანალოგიურად. პარტია ჩამოყალიბებას რა უნდა?
შეიძლება სულ არ დაგჭირდეს. შეიძლება ის ახალი ბაქტრიონის მონაწილეები, ლაშქრობის მონაწილეები იმდენი შეიყაროს, ვინსად გაიქცევა თქვენ ნახავთ აგერ. ვერანაირი ბასტიონი და ვერანაირი ციხესიმაგრეები, რაღაცა გოდოლები რო აქვს დაშენებული, ვერ უშველის ვერავის. ერთადერთი რაც პარტიებს უჭირთ, მოდი ღიად ითქვამს, თავიანთი პარტიული პოზიციებიდან გასვლა. არადა ეს საქმე რაც თავისი წარსულიც უჭირთ ბატონო დემურ წარსული უჭირთ ძალიან კარგად აი ეს საქმე შეიძლება რამეზე ელაპარაკო პარტიულ გვარამიასთან ლაპარაკი არც უნდა გინდოდა თუ გასაგები ხო იმას ვამბობ როგორ შეიძლება აი ნეოტროცისტები ეგენი ვიგულისხმე როგორ შეიძლება იმათთან რა თქმა უნდა ბოკერიასთან და გვარამიასთან ჩვენ მივალთ კაცო გამორიცხული ეს ჩვენ ამომრჩეველმა უნდა ამომრჩეველმა საღი ქართველები ისინი უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკური ძალები რომლებმაც ამ უბედურებაში კი ბატონო 24-ში საღამოს 6 საათზე რუსთაველის მეტროსთან რუსთაველის ძეგლთან ჩვენ მაინც მივალთ რომ წაგვიგზალოთ ჩვენ მივალთ კაცო დავდგებით არ არის პრობლემა თუ აგვიგზალეთ გეწოდინებათ ვისაც გექნებათ სურვილი მობზანდით ეხლა დაგვიჭირონ ერთი ვნახოთ როგორ დაგვიჭირეთ მიტინგის ჩატარების უფლებას კი არ აგვიკრძალავენ მაგის უფლება არ აქვს შემდეგ მე ეხლა იქ მისულია ჩვენი იურისტი და ხალხი უნდა მივიდეთ ერთად და რა აქვს ერთი გასასწორებელი იმას გავასწორეთ მაგრამ ეგ რომც არ იყო საერთოდ რომ არ აიღო ეს ლიცენზია აქციისა იმის უფლება ყოველთვის გვაქვს რომ ჩავატაროთ აქცია უბრალოდ ამათ მიიღეს კანონი რომ დავიძრებით მოძრაობის დროს აი იქ ტროტუარზე შეუძლიათ ჯარიმა გამოგიწერონ ამ დაგაკეთოთ კი ხო ისა და მე კიდევ უბრუნდები აი ლაზარეს თემას იცით რატომ მათ გარდაცვლილს იმიტომ რომ აქ ახლა ყველასთან ხვდებით ხო რომ ეს ყველაფერი გავს მკვლელობას და არა თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ხო რაღაც ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და ალბათ ეს საქმე არ არის ესე მისატოვებელი და არა ეს ამოსაწევი თემაა რა თქმა უნდა ნამდვილად ამოსაწევი თემა იმიტომ რომ ამისგან არავინ არ მიქნები ასეთ მებრძოლ კაცს ასე დაამთავრა წარმოგიდგენთ დემსახურმა არა მე არავინ არა მარტო ის რომ მებრძოლი ადამიანი ამ პიროვნებას ქონდა უმაღლესი წოდომა საიდუმლო მასალაში იმიტომ რომ ეს კაცი მუშაობდა კონსტიტუციის იმაში რა ქვია კაცო კულტში ერთ მოადგილე იყო მე რამდენადაც ვიცი თავის დროზე ადრე ხო და დიდი ისინი ქონდა იქ ჯერ ერთი სანაცნობო წრეც ბევრი ექნებოდა და ძალიან დიდი წვლომები ქონდა. ამ პიროვნებამ თქვა 9 ჯერ გაუმეორა ჩუბინიძეს რომ მე ჩემი თვალით ნახე ეს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ალიევი და კობახიძე აწერენ ხელს. რატომ არ უჩივლა კობახიძემ? ძალიან მარტივი მიზეზია. საერთოდ ეს კითხვა რამდენჯერმე დავსვიმე სასამართლოში მოსამართლე გამოითხოვდა ამ დოკუმენტს, აბა ისე ხო არ და კაცი წინა დღეს ინტერვიუს აძლევს და მეორე დღეს თავი ჩამოიხჩოვა. აღმოჩნდებოდა რომ ჩემთანაც უნდა მოსულიყო სტუდიაში და ველოდებოდი და ძალიან ალბათ ეს თემა ამ თემაზე გიგლა ჩვენ კიდე მოგვიწევს საუბარი რომ მოხდეს გამოძიება. ძალიან სერიოზული თემაა. ძალიან სერიოზული ადამიანი იყო. ჩემთან ხშირად მოდიოდა, ძალიან ბევრი გვისაუბრია და მე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ის კაც რომელსაც არაფერი არ უჭირდა ცხოვრებაში, მატერიალური თვალსაზრისით და წარმატებული ადვოკატი იყო. არაერთხელ ერთ-ერთი პირველი წარმატებული იურიდიული ფირმა ჰქონდა 90-იანებში, მან მითხრა რომ ჩემს რატომ მოვედიო შენთანო იმიტომ მოვედიო რომ შენ ხედავო რომ ის გაწუხებს რაც ქვეყანას გვიყიდიანო და მე ამას რო შევეწირო არ გავჩერდებიო აი შეეწირა არა ზან მე ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ხო ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო გისურვებ წარმატებებს ძალიან ბევრია გასაკეთებელი საბრძოლელი სამუშაო არ უნდა შეგვეშინდეს როგორც გამოსახიზლებელი პირველ რიგში საღი ქართველები დიახ და გისურვებ წარმატებებს მაქსიმალურად ვესწრები რომ თქვენ გვერდით ვიყო 24-ში შაბათ საღამოს 6-ზე კვირას უკაცრავად გისურვებ წარმატებებს და ნახოთ შეხვდებით კიდევ ერთმანეთს რა იქნება როგორი ველოდებით საქართველოს კი საქართველოს ესე იგი რუსთაველის ძეგლთან იქნება ყველაფერი როგორცაც საღი ქართველები მოინდომებენ და როგორც ღმერთს უნდა აუცილებლად ღმერთის გარეშე ეს საქმე არ იქნება მაგრამ ქართველების გარეშე ეს საქმე რა თქმა უნდა უფლის ნები ღმერთი იმას შეეწევა ვინც რაიმეს აკეთებს
დიდი მადლობა ბატონებო, გისურვებ წარმატებას. მადლობთ. და მე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს პარასკევს ხამის 9:30-მდე ვემშვიდობებით, დროებით.